სტუდენტების პროტესტი ბათუმში რატომ ეწინააღმდეგებიან აუდიტორიებში ვიდეო კამერების მონტაჟს სტუდენტები და როგორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პასუხი? ნახეთ ჩვენი სიუჟეტი ბათუმიდან. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიებში ვიდეო კამერების დამონტაჟებას აპროტესტებენ. სტუდენტები ამბობენ, რომ თვალთვალი მათ თრგუნავს, რის გამოც სწავლის ხარისხი დაბლა იწევს. ძალიან ცუდია, როდესაც ვიდეო მონიტორინგთან ერთად ხორციელდება აუდიო მონიტორინგი, რომელიც ფსიქოლოგიურად მოქმედებს სტუდენტებზე და ახალგაზრდებზე. რადგანაც მაკონტროლობენ და თქვათ ზევიდან მიყურებენ რაიმე შეცდომა არ დაუშვათ რაღაცა, შეიძლება ამით თქვათ დაითქვნენ ბავშვები. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მერაბ ხალვაში კამერების დამონტაჟებას სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მოტივით ხსნის და ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტი ამ კუთხით გამონაკლისი არ არის. ხალვაშს მაგალითისთვის სხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები მოყავს. მინაროს უბრალოდ ვიდეო მონიტორინგი, აუდიო ჩაწერის გარეშე. ეს ჩაწერა, მაგრამ მას ამის საშუალება რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება პროფესორთან შეთანხმებული. ვიდეო კამერებით კონტროლის განხორციელებას უარყოფით ადაფასებს ამავე უნივერსიტეტის სოციოლოგი ნუგზარ ჩხაიძე. ლექტორი აპარატურის დემონტაჟს მოითხოვს. აუცილებელია დემონტაჟი მთლიანად ამ თვალთვალის მექანიზმის, ეს იყო დაშინების ინსტრუმენტი და მეტი არაფერი. ესეთი დიდი სისულელი არავის არ უთქვამს, რომ ვიდეო თვალის მეშვეობით გაუმჯობესდება სწავლის ხარისხი. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების თანახმად სასწავლებელმა ვიდეო თვალები გასულ წელს შეიძინა, რაშიც 64,000 ლარი დაიხარჯა. კამერები უნივერსიტეტის აუდიტორიებში, დერეფნებსა და საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟდა.